მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ სამეგრელოში. და 90-იანი წლების ბავშვობას სამეგრელოში აქ ის უცნაური ნიშანთვისება, რომ მშობლები შენ გაფრთხილებენ, რომ იცი რა უცნობ ვიღაცას არ ჩაუჯდე მანქანაში, არ მოგიტაცონ. და ამავდროულად როცა შენ ასე გაფრთხილებენ, იცი რომ შენ ახლა გაივლი სადღაც სკოლაში მისასვლელად, იქ განან ვიღაც ბეტერის ხალხი ბეტერით. ეს ბეტერიზე ხალხი ხანს ვიადისტია. ხან ხელისუფლების ეგრეთ ხან ხელისუფლების ხან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების როგორც არის რა ანუ აი ყველაფერი იყო ხო ან რაც არის რა ამ დროს და პლუს არის ადგილობრივი შიდა ბანდების თარეშები და შენ ამ პერიოდში რაღაცა უნდა გადარჩე რაღაცნაირად და ამ პერიოდიდან ის მახსოვს რომ მამაჩემი გვამშვიდებდა ეს რაღაცა ხო იყო ვიღაც რომ დედა გაშინებს რაღაც მამაჩემი გვაშინებდა რომ მეო ისე არ მიცხოვრიაო რომ ვიღაცა შემომივარდეს და ჩემს ამე დაუშაოსო ამიტომო თქვენ იყავითო თქვათ ტყვი არ ჩაყაროთ რაღაცაში თქვენ არავინ არ შეგიხებათო მაგრამ შენ ირგვლივ რო იცი რომ ვიღაცა მოიტაცეს ვიღაცა დააუთოვეს ვიღაცა იქ რაღაცა მხედრი ორ მაქნა იქ რაღაცა ქნა ეს არის პირველი რაც გახსენდება მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ამას ირონიით უყურებ იმიტომ რომ ალბათ ეს ყველაზე კაი გამოსავალია ანუ ეს არის სინამდვილეში თავ პერიოდი რომელსაც ჩვენ ბავშვობა ჩვენს მშობლებს ახალგაზრდობა წაართვა მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ მაინც ეს პერიოდი დაგვეხმარა ყველაზე მეტად იმ საბჭოთა სისტემის დანგრევაში რომელიც იყო და თუნდაც რაღაცა ახლის დაწყებაში იმიტომ რომ პირველად მაშინ დაიჯერეს ადამიანებმა რომ არანაირი სახელმწიფო არ არსებობს მე აი ჩემ მაგალითად იმითი განსხვავდები შეიძლება ჩემი შემდეგი თაობისგან რომ აი მე ვიცი მე პირადად მინახავს და ვიცი რომ აი სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის. აი ზოგადად იცი ეს 90-იანი წლები ხო 92 წელი 93 წელი 94 წელი 95 წელი სამეგრელოში ხარ. აი ეს ყველაფერი დათარეშობს და შენ სახელმწიფოს იმედი გაქვს რომ ამ პენსიას მოგცემს ან დაგიცავს პოლიციის მაგივრად რა ვიცი ჩოდოთ სხვა ხალხი მოძრაობს იქ ბირჟები არ არსებობს მახსოვს რომელიც უბანს იცავდა. და მე ვიცი რომ ამ პერიოდში ბევრი ცუდი რაღაცაც მოხდა მაგრამ მინახავს ის სოლიდარობა, როცა ეს ადამიანები ერთმანეთის გვერდში იყვნენ გადასარჩენად. და მჯერა რომ ხელი რო არ შეეშალათ, ისევ ვიღაც კომუნისტები რო არ დაბრუნებულიყვნენ, ისევ კომუნისტური გიჟობები რო არ დაეწყოთ, რომ ისევ სახელმწიფოს რაღაცა ეს არ მოეხოდათ. ეს ადამიანები, ჩემი აზრით, ბევრად უკეთესად ისწავლიდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას და ერთმანეთთან თანამშრომლობას და ერთმანეთის დახმარებას. როგორც ამას ვაკეთებდით 90-იან წლებმა გამოცდილებაც მოგვცა ყველაფერთან ერთად. და ბრძოლის უნარიანია შედარებით 90-იანებ გამოვლილი თაობა. იმიტომ რომ სახელმწიფოს იმედად არ ყოფილა, ანუ არ ყოფილა არც ერთი ახლა ხო არის უამრავი რა ჩვენი თანამოქალაქე თქვა შორის ჩვენი თაობის ადამიანები შეიძლება ახალგაზრდაც არის რაღაცნაირად დამოკიდებული სახელმწიფოს არსებობაზე. ვიღაცა ხელფასზეა დამოკიდებული, ვიღაცა ტენდერზეა დამოკიდებული, ვიღაცა დამოკიდებული. და ჩვენ დროს ეს უცბად ჩამოიშალა და რაღაცა გიჟობა მივიღეთ და ამ გიჟობაში გადავრჩით. და მე უკვე იმისთვის რომ ვითომ ის გიჟობა არ დაბრუნებულიყო ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომლის გამოც ის გიჟობა მივიღეთ. მერე